საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა საქართველოს შესახებ განახლებული შეფასება, რომელიც მნიშვნელოვნად ეფუძნება ფონდის მისიის შეფასებებს, რომელიც მიმდინარე წლის 4 ივნის უკვე ისედაც ცნობილი იყო. ფონდი მიუთითებს, რომ წელს ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 7.2%-ით არის პროგნოზირებული, თუმცა ასევე ხაზგასმულია ქვეყნის წინაშე მდგარი არაერთი რისკი, მათ შორის პოლიტიკური გაურკვევლობით განპირობებული რისკები, რომელთაც როგორც ინვესტიციებზე, ასევე ტურიზმსა და ლარის გასვლის კურსზე შეუძლია გავლენის მოხდენა. ისეთ რისკებს შორის, როგორც IMF-ი გაზრდილ რისკებს ხედავს, სწორედ ესენია ჩამოთვლილი და პოლიტიკის თვალსაზრისით ფონდის რეკომენდაციაა, რომ გაძლიერდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, შევიდეს საკანონმდებლო ცვლილებები და ეროვნული ბანკის მმართველობის საპრეზიდენტო მოდელი შეიცვალოს გადაწყვეტილების მიღების კოლეგიალური მოდელით, არამც სების საბჭოს უფლებები უნდა გაფართოვდეს. ასევე ხაზგასმულია, რომ სტრუქტურული რეფორმები არის საჭირო მთავრობის მხარესაც, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის და ფინანსური კონტროლის ზრდის მიმართულებით. ხო, კიდე წერენ ანტიკორუფციული სააგენტოს გაძლიერებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების მიმართულებითაც და ამ თემაზე შედარებით ჩაშლილად გადაცემის მეორე ბლოკში ვისაუბრებთ. მანამდე კი, მეგობრებო, მანამდე გვაქვს ესეთი ამბავი, რომ მსოფლიო ეკონომიკა ისე იცვლება, რომ ჩინური პოპმარტი ერთი კომპანია, რომელიც სათამაშო ლაბუბუს გამომშვებია, დღეისთვის გაცილებით დიდი კომპანიაა, ვიდრე მთელი რუსული გაზპრომი, რომლის საბაზრო შეფასება 38 მილიარდ 700 მილიონია და ამაჩვენებლით ის მსოფლიოში 570 ადგილს იკავებს. ლაბუბუ კი ბოლო დროის ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა, რომლის შემქმნელი არის სწორედ კომპანია პოპმარტი და მისი კაპიტალიზაცია არნახულ ნიშნულამდე გაიზარდა. დღეს კომპანიის ღირებულება 42 მილიარდ 400 მილიონ დოლარს აჭარბებს, ანუ ის მსოფლიოში 517 ყველაზე დიდი კომპანიაა და ეს თავად კომპანია მაღაზიების ქსელს ფლობს, გამართულად ოპერირებს, მაგრამ ეხლა საბაზრო კაპიტალიზაციის ეს მაჩვენებელი, მაინც ესეთია რა. ითვლება, რომ მაინც სპეკულაციურია, იმიტომ რომ დიდწილად სწორედ აი ამ ლაბუბუს, აი ამ სათამაშოს ეფექტს უკავშირდება. ბოლო ერთ წელიწადში კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 500%-ით არის მომატებული, რაც აი ამ პერიოდში დაფიქსირებული ერთ-ერთი კი არა, მე მგონი საუკეთესო მაჩვენებელი და შედეგია. ეს სათამაშო ვიღაცისთვის უშნო, მაგრამ მთელი სამყაროსთვის მაინც რაღაც საყვარელი ტიპის ელფის ფორმაა, რომელიც დალუქულ ყუთებში იყიდება. ანუ ადამიანმა, რომელიც ლაბუბუს იყიდის, არ იცის თუ რომელი სათამაშო ამოუვა ჯამში და კომპანიის შემოსავლის და დიდწილად სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავს. ხოლო რაც შეეხება რუსულ ენერგეტიკულ გიგანტს, ბოლო დროს კომპანიის საქმე საკმაოდ ძიმეთ არის ფინანსური თვალსაზრისით, ეს განპირობებული არის როგორც გლობალური გაზის გაიაფებით, ასევე უამრავი სხვადასხვა სანქციით, რაც გაზპრომის კომერციულად ოპერირებას ფაქტიურად წარმოუდგენელს ხდის. გაზპრომის აქციების ფასმა კლება 2022 წლის ივნისში დაიწყო და მას შემდეგ კომპანიამ შეფასების 70%-ზე მეტი დაკარგა. რუსული ენერგეტიკული გიგანტის გარდა პოპმარტის შეფასება ასევე აღემატება ისეთი კომპანიების მაჩვენებლებს, რომლებიც გაცილებით დიდი ისტორიის, უფრო დიდი გლობალური მოცვის მქონე ბრენდები არიან. დღეს პოპმარტი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე, რა ვიცი, ფრანგული ორანჯი, იაპონური ჰონდა, ამერიკული ელექტრონიკა არცი, კორეული ჰიუნდაი და ამერიკული 7-Eleven-იც კი. ჩინურ კომპანიებს შორის პოპმარტი ჯერჯერობით 53 ადგილს იკავებს და ვაჭრობის სექტორში არსებულ კომპანიებს შორის კი, ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში, მაგრამ ჩინური კომპანიის აქცია საკმაოდ მყიფეა, ამიტომ ექსპერტები მასზე გამორჩეული ფსონის დადებას არც ჩქარობენ და არც აკეთებენ დიდად. ხო, ამასობაში გადაგიჟებულ მსოფლიოში კიდევ ერთი ესეთი ამბავია. არგენტინის მთავრობამ Colgate-ის კბილის პასტის ერთი ხაზის, კონკრეტულად Total Active Prevention Clean Mint-ის გამოყენება აკრძალა. არა მარტო გამოყენება, დისტრიბუცია და რეკლამირება. და ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, რაც ქვეყნის მედიკამენტების, საკვებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების მარეგულირებელმა ორგანომ მომხმარებლებისგან მიიღო არაერთი საჩივარი განცხადება და კბილის პასტის გამოყენებით გამოწვეული არასასურველი რეაქციის შესახებ მარეგულირებელში შესული არის 19 საჩივარი. საჩივრები ფოკუსირებული იყო პროდუქტის მიერ გამოწვეული გვერდითი მოვლენები, გვერდით ეფექტებს რო ეძახიან.
და მათ შორის გამოყენების შემდეგ პირის ღრუს ქსოვილების გაღიზიანებასა და ანთებაზე რაღაცა ის წყლულების, ბუშტუკების, წვის შეგრძნების, შესრულებებზე და ტკივილებზე. მოკლედ, მარეგულირებელმა ბევრი აცხელა თუ ცოტა მონიტორინგის პროცესი დაიწყო და საზოგადოებას მოუწოდა, რომ პროდუქტის გამოყენების შემდეგ ნებისმიერი არასასურველი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტოს მიმართო. იგივე პროდუქტის გაყიდვა სხვა შორის ბრაზილიაშიც არის აკრძალული და ამ ყველაფერზე ამ ორ სამხრეთ ამერიკულ ქვეყანაში დაიწყო გამოძიება და გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ყველაფერი ცნობილია. მსოფლიოში ოქროს ფასი განუხრელად განაგრძობს დას, მას მიყვება ვერცხლი, მიყვება სხვა ძვირფასი ლითონებიც, რომელიც ჩაბმული არის აი ამ ეშელონში, მოდი ესე დავარქვათ. გუშინ ოქრო რამდენჯერმე გადასცა 3400-იან ნიშნულს და მინიმუმ $50 დასაც აჩვენებდა. რას იზავ? აქეთ ცალკე არეულობაა მთელ მსოფლიოში, იქით ცალკე ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს რეკორდული შესყიდვებია, სადაც მინდა გითხრათ, რომ ავანგარდში არის მაინც ჩინეთი. როგორც ოქროს რეზერვებისთვის შემსყიდველი ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ცენტრალურ ბანკებს შორის. ცენტრალური ბანკების გარდა ოქროს შესყიდვებში აქტიურებენ სხვადასხვა სახელმწიფო სააგენტოებიც. აი მაგალითის ვგვეტყვით უბრალოდ, ყველაზე ახლო მაგალითი ჩვენი სამეზობლოდან არის სოფასი, ეს არის აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდი, რომელიც აზერბაიჯანის ერთ-ერთი სტრატეგიული კომპანია, რომელიც ვალდებულია აზერბაიჯანის მიერ ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან მიღებული მოგება წარმატებულ საინვესტიციო პროექტებში დააბანდოს. არსებული მდგომარეობით ფონდის აქტივების ზომა 62 მილიარდ 700 მილიონი დოლარია, საიდანაც 18 მილიარდი დოლარი ოქროს რეზერვებზე მოდის, რომელთა მოცულობა მარტო სოფასზე რაც მოდის, შეადგენს 165 ტონას. 165 ტონა წარმოიდგინეთ, 165 ტონა და კიდევ ზემოდან ალბათ მინიმუმ 1-300 კილოგრამი. შედარებისთვის საქართველოს ოქროს რეზერვები 24-ჯერ მძიმეა, ის 7 ტონას შეადგენს. და აქვე ვიდრე ოქროზე გავაგრძელებ საუბარს, გეტყვით, რომ აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა გუშინ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. და ამ ცვლილების შედეგად ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკა 25 საბაზისო პუნქტით შემსუბუქდა და განაკვეთი 7%-ით განისაზღვრა. აზერბაიჯანს კიდევ ერთხელ უწევს საინვესტიციო რეიტინგს. დიდებული ამბავია, რასაც მათ მიაღწიეს განსხვავებით ჩვენგან, რომლებიც საკმაოდ დავშოვდით ამ ძალიან მნიშვნელოვან მიზანს, რომელიც ეკონომისტებს უნდა გქონდეს და ბიზნესს ცხადია პირველ რიგში. იჩიბანი იაპონურად იჩიბან, ესეა. ნომერ პირველს ნიშნავს. სწორედ ეს სიტყვა ასახავს ჯილდოს მთავარ არხს და ენიჭებათ მხოლოდ იმ დილერებს, რომლებიც მოხმარებელს თავაზობენ უფრო მეც ვიდრე სერვისია. Toyota Ichiban 2025 წლის მფლობელი Toyota ცენტრი თეგეტა გახდა. ქართული კომპანია 2500 დილერს შორის გამოარჩიეს და საუკეთესო 46-ეულს შორის დაიმკვიდრა ადგილი. ჯილდოს გადაცემის ცერემონია შედგა 24-26 ივნისს იტალიის ქალაქ ბოლონიაში, ეგრეთ წოდებული Motor Rally გაიმართა რეგიონში, რომელიც გამორჩეულია საავტომობილო მემკვიდრეობით. წლევანდელი ღონისძიება, როგორც რელიში ვკითხულობ, ჩთაგონებული ყოფილა სარბოლო ტრასის სულისკვეთებით, სადაც წარმატებას განსაზღვრავს სიზუსტე, დისციპლინა და გუნდური მუშაობა. ჩემთვის ეს კატეგორიები სრულად ასოცირებულია ადამიანთან, რომელიც ამ სიუჟეტის მთავარი გმირია, უბრალოდ ამ მონათხრობის, მოდი ესე ვიტყვი. მარიამ მელიაშვილს, ანუ Toyota ცენტრი თეგეტას გენერალურ დირექტორს, რომლის დანიშვნის დღიდან იწყება მგონი აი, რა ვიცი, იმ სტიგმის დანგრევა, რასაც ქვია, რომ ქალია ავტომობილების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შოურუმის და სერვის ცენტრის გენერალური დირექტორი. ჩვენ სწორედ აი ამ დღე პირველიდან თვალყურს ვადევნებთ, როცა თეგეტა ჰოლდინგმა მისი დანიშვნა გადაწყვიტა. ვადევნებთ ამ თვალყურს, ვადევნებთ ყურადღებით და ძალიან ვხარობთ მისი წარმატებებით. მინდა მიულოცო მას, მის გუნდს, ასეთი აღიარება, რომელიც ნამდვილად გამორჩეულია და იაპონელები ტყუილად არაფერს აკეთებენ და მით უმეტეს არც ჯილდოებს გასცემენ ყასიდად. წარმატებები მარიამს, მრავალი დამსახურებული აღიარება მომელოცოს მასთვის. ცნობისთვის იაპონიის მმართველმა კოალიციამ, ახლა ვახსენეთ იაპონია, კვირას გამართული არჩევნების შედეგად, ეს ინფორმაცია იყო გუშინ შუადღეს, ქვეყნის ზედაპალატაში უმრავლესობა დაკარგა, მმართველ კოალიციას 258 ადგილიანი ზედაპალატის კონტროლის შესანარჩუნებლად 50 ადგილი სჭირდებოდა, თუმცა 47 მოიპოვა.
დიახ, იაპონელები ნამდვილად არ მიხსენებია იმ კონტექსტში, რაც ვახსენე, ამომავალი მზის ქვეყნის შვილები პლანეტის ნამდვილად გამორჩეული ბინადარნი არიან, თავიანთი დისციპლინით და მიზანსწრაფულობით და ამის დასტური კიდევ ერთი არის, რომ ისინი ფიქრობენ გადაწყვეტილებაზე, რომელიც იაპონიის პრემიერ-მინისტრმა მიიღო. ის თვლის, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრი შიგერო იშიბა ფიქრობდა და დატრიალდა ინფორმაცია მისი გადადგომის შესახებ, რომელიც შეიძლება მომავალი თვის ბოლომდე შედგეს, თუმცა შემდგომ უკვე ერთ-ერთმა მედიამ მოგვიანებით სოციალურ ასევე იაპონურმა მედიამ Morning Star-მა უარყო აღნიშნული ინფორმაცია და თქვა, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრი გადადგომას არ აპირებს, არადა საწყისი ინფორმაცია რო გავრცელდა, ამის მიზეზი იყო არჩევნებში დამარცხება, რომელიც მის ადმინისტრაციას საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში უმრავლესობა დააკარგვინა. ხო, ეს ინფორმაცია გავრცელდა საბოლოო ჯამში მას შემდეგ, რაც რატომ მოუყევი ეს ამბავი, რაც პრემიერ-მინისტრმა იშიბამ და დონალდ ტრამპმა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სავაჭრო შეთანხმება გაასაჯაროეს, რომელიც ამცირებს იაპონური ავტომობილების იმპორტზე ტარიფებს და ტოკიოს და სხვა საქონელზე, ტოკიოს სხვა ახალ საქონელზე გადასახადებისგან ათავისუფლებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იაპონიამ და შტატებმა სავაჭრო შეთანხმება გააფორმებს, რომელიც ითვალისწინებს 15%-იანი ტარიფების დაწესებას იაპონური პროდუქციის იმპორტზე. ტრამპმა დაწერა, რომ შეთანხმება ასევე მოიცავს იაპონიის მხრიდან $550 მილიარდი ინვესტიციას შეერთებულ შტატებში.